სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ ახალ აღთქმაზე ვართ, ნაწილი მე-11, სადაც მე-14 თავი იქნება განხილული, რომელსაც ქვია მეფის განმარტოება. სანამდე ამას განხილვას დავიწყებთ, მოდით წავიკითხოთ მე-14 თავი. იმ ხანებში ესმა იესოს ამბავი მეოთხე მთავარ ჰეროდეს. უთხრა თავის სახურებს, ეს იოანე ნათლისმცემელია, კუდრეთით აღდგა და ამიტომაც მოქმედებენ მასში ძალნი? რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა, ნებადართული არ არისო შენთვის მისი ყოლა. უნდოდა მოეკლა, მაგრამ ხალხის ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ჰეროდეს დაბადების დღეს კი შეკრებილთა წინაშე იცეკვა ჰეროდიას ასულმა და აამა ჰეროდეს. ამიტომ ფიცით შეპირდა, რომ მისცემდა რასაც თხოვდა, ხოლო მან დედისაგან წინასწარ დარიგებულმა უთხრა, ლანგრით მომეცი იოანე ნათლისმცემელის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით მიცემა ბრძანა, წარგზავნა და იონესთვის თავის მოაკვეთინა საპყრობილეში. მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა. მოვიდნენ იონეს მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და შეატყობინეს იესოს. ეს რომ გაიგო იესომ, ნავით გაეცალა იქაურობას და ერთ უდაბურ ადგილზე განმარტოვდა. შეიტყვეს ხალხმა და ფეხით გაყვნენ ქალაქებიდან. გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულებები. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს, აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია, გაუშვიეს ხალხი რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავისთვის. იესომ კი უთხრა მათ, არ არის საჭირო მათი წასვლა, თქვენ მიეცით საჭმელი. უპასუხეს, არაფერი გვაქვს გარდა 5 პურისა და 2 თევზისა. უთხრა, აქ მომიტანეთ ისინი. უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ, აიღო 5 პური და 2 თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტრია და მისცა პურები მოწაფეებს. მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს, ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი 12 გოდორი აივსო. ჭამელი კი 5000-მდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ მეორე მხარეს, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა. ხალხი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა, ის კი მარტო იყო იქ. ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე შესულიყო ზღვაში. ტალღები ეხეთქებოდნენ, რადგან პირქარი ქროდა. ღამის მეოთხე გუშაგობა იყო, ზღვაზე სვლით რომ მივიდა მათთან. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ მოწაფეები, ამბობდნენ, მოჩვენებაო და შიშისაგან შეჰყვინეს. მაგრამ იესო ყისვე გამოელაპარაკა და მათ უთხრა, გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ. მიიგო პეტრემ და უთხრა, უფალო, თუ ეს შენ ახარ, მიბრძანე რომ წყალ და წყალ მოვიდე შენთან. უთხრა, მოდი. პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო, მაგრამ ძლიერი ქარი რომ იხილა, შეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა, უფალო, მიხსენი. იესომ იმ წავსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა, რატომ დაეჭდი, მცირედ მორწმუნევ? ნავში რომ ავიდნენ, ქარი ჩადგა, ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანისცეს მას და უთხრეს, ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ. გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. იცნეს იგი იქაურემა, დაგზავნეს მთელი იმ მხარეში და მოჰყავდათ მასთან ყველა ამატყოფი. ევედრებოდნენ, რომ მისი მოსასხამის კიდეს მაინც შეხებოდნენ და ვინ შეეხო, განიკურნა. ეს არის მე-14 თავი და Warren Wiersbe შემდეგ კომენტარს აკეთებს. როგორც გითხარით, მას დაარქვა მეფის განმარტოება ან განცალკევება. მე-14 მოყოლებული მე-20 თავებში ჩვენ ვკითხულობთ მეფის განმარტოებას, განრიდებას და მე ამას ესე უწოდებ. მათეს მიერ ამ თავებში ჩაწერილი პერიოდში იესო ხშირად შორდებოდა ხოლმე ხალხს და დიდ დროს ატარებდა თავის მოწაფეებთან ერთად. ამისთვის იხილეთ მათეს 14, 15 თავი, 15-ის 21-29, 16 თავის 13 მუხლი, მე-17 თავის პირველიდან მერვე მუხლებამდე. ამ განმარტოებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მისი მტრების მზარდი სიზღი, ფიზიკური დასვენების საჭიროება და მისი მოწაფეების მომავლისათვის მომზადება, რათა ის სიკვდილისათვის ჯვარზე მოემზადებინა მათი საჭიროება, რომ
მათ ცოდნოდათ თუ რა ელოდა იესოს შემდგომში ჯვარცმით. სამწუხაროდ მოწაფეები ხშირად იყვნენ მოქცეული იმ ხელვარებაში, რომელსაც იწვევდა ის ბრბო, რომელსაც სურდა იესოს მათი მეფედ გახდომა. ამას გადმოგცემს იოანეს სახარება მე-6 თავიც. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გაცლა, განმარტოება, ან ბრბოსაგან განრიდების პერიოდები მისი უმოქმედობის პერიოდები იყო და თითქოს იესო ამ დროს მართლა ისვენებდა და არაფერს არ აკეთებდა. ხშირად ბრბო იესოს მიყვებოდა და მას არ შეეძლო მარტო დარჩენა. ის უანგაროდ ემსახურებოდა მათ საჭიროებებს, მიუხედავად საკუთარი დასვენებისა და მარტოობის საჭიროებისა. მათეს სახარების მე-14 თავში ჩვენ ნახავთ ადამიანთა სამ ჯგუფს: ქრისტეს მტრებს, გაჭირვებულ ადამიანებს ბრბოდან და მოწაფეებს. როდესაც ამბავი კულმინაციას მიაღწევს, როგორც ჩანს, მტრებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნით თავში მათი აღწერს აღბდგარი მეფის მიერ თავისი მოწაფეებისადმი მიცემულ დავალებას, რომ ისინი წასულიყვნენ მთელ მსოფლიოში და სასიხალო ცნობა გაეზიარებინათ ბრბოსათვის. ამ თავში ვხედავთ ადამიანთა იმავე სამ ჯგუფს და ჩვენი უფლელი პასუხობს მათ მის. პირველი, მათი მისი მტრები, სიფრთხილე. ჰეროდეს ოჯახი მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი 4 სახარებასა და მოციქულთა საქმეთა წიგნში. და ხშირად ძნელია ხოლმე ამ ოჯახის სხვადასხვა მმართველების ერთმანეთისაგან გარჩევა. ჰეროდე დიდმა დაარსა დინასტია და მას მართავდა ძველი წელთაღრიცხვიდან 37 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-4 წლამდე. ეს არ იყო ნამდვილი ებრაელი დაბადებით, მაგრამ იყო ედომელი, ესავის შთამომავალი. ის იყო წარმართი პრაქტიკითა და ურჩხული, ანუ დრაკონი ხასიათით. ამას გადმოგცემს უნგერის ბიბლიური ლექსიკონი. მას ჰყავდა 9 ცოლი, ზოგიერთი ამბობს, რომ 10 და ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა ის, თუ მისი საკუთარი ვაჟები და ცოლები მის ძალაუფლებას დაემუქრებოდნენ. ან მის გეგმებს ხელს შეუშლიდნენ. განა სწორედ მან არ დახუცა ბეთლეემში ის ჩვილები, როდესაც მოგვები მოვიდნენ? ეს იყო პირველი მამამთავარი. შემდეგი ჰეროდე ანტიპა, რომელიც ამ მე-14 თავის ჰეროდე არის. ის იყო პირველი პატრიარქი, ჰეროდეს დიდის ვაჟი. მისი ტიტული იყო ტეტრარქი, რაც ნიშნავს მმართველს სამეფოს მე-4 ნაწილზე. ის მართავდა ძველი წელთაღრიცხვით მე-4 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 29 წლამდე და მისი მმართველობა იყო ძალიან ცბიერი და ეგოისტური. მას უყვარდა ფუფუნება და ძალიან ამბიციური იყო. და მას უნდა დიდი მმართველი გამხდარიყო, როგორც მამამისი. ხოლო ჰეროდე აგრიპა კი არის ის ჰეროდე, რომელმაც პეტრე დააპატიმრა და მოკლა მოციქული იაკობი, იოანეს ძმა და არა იესოს ძმა იაკობი, რომელიც მერე იერუსალიმის ეკლესიის ლიდერი გახდება, რომელიც გვიწერს მერე ეპისტოლეს, რომელიც მისი სახელით არის ჩვენთვის ცნობილი, მოციქულთა საქმეები 12. ასე რომ იოანეს ძმას კლავს ზუსტად ეს ჰეროდე აგრიპა. ის იყო ჰეროდე დიდის შვილიშვილი. ხოლო ჰეროდე აგრიპა მეორე იყო ჰეროდე, რომელმაც მოგვიანებით პავლე გაასამართლა. მოციქულთა საქმეები 25 თავი მოგვიყოფს ამას. ის აგრიპა პირველის ვაჟი იყო. ყველა ჰეროდეს ედომური სისხლი ჰქონდა და მათი წინაპრის ესავის მსგავსად ისინი მტრულად იყვნენ განწყობილი ებრაელების მიმართ. ამას გადმოგცემს დაბადების წიგნის 25 თავი, სადაც ჩვენ ვიგებთ იაკობისა და ესავის ურთიერთობას. ისინი ებრაულ რელიგიას მისდევდნენ, როდესაც ეს მათ ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოპოვების გეგმების განხორციელებაში ეხმარებოდა. ჰეროდე ანტიპა უხეშ ცოდვაში იყო დამნაშავე. მან ჰეროდიასთან, თავის ნახევარ-ძმის ფილიპე პირველის ცოლთან იქორწინა, საკუთარ ცოლს გაეყარა და მის მამასთან პეტრას მეფესთან გააბრუნა. და ლევიანების წიგნი მე-18 თავი და მე-20 მოგვითხრობს ამ დანაშაულზე, რომ ეს ცოდვა იყო. და ზუსტად ამაში ამხელს იონე ნათლისმცემელი. ჰეროდემ ცდუნების ხმას მოусმინა და საშინელ ცოდვაში იქნა ჩათრეული, მაგრამ ღმერთმა სხვა ხმებიც გაგზავნა ჰეროდეს გასაფრთხილებლად. ეხლა შემდეგი არის წინასწარმეტყველის ხმა. იონე ნათლისმცემელმა თამამად გააფრთხილა ჰეროდე და მონანიებისაკენ მოუწოდა. იონე მიცოდა, რომ მმართველის ცოდვა მხოლოდ დააბინძურებდა მიწას და სხვებისათვისაც ცოდვნის ჩადენის
საბაბი იქნებოდა და გაუადვილებდა სხვებსაც, რომ იგივე გაეკეთებინათ. რომ ღმერთი განშის ცოდვილებს. მალაქიას წიგნი 3:5. ჩვენ უნდა შევაქოთ იოანე მისი გამბედაობისათვის, ცოდვის ხილებისა და მისი დაგმობის საკითხში. ისრაელი ღვთის აღთქმისერი იყო და მართველების ცოდვები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ურწმუნოები იყვნენ, ღვთისგან დასჯას მოიტანდა. ღვთისმსახურის მოსმენისა და ღვთის სიტყვის მორჩილების ნაცვლად ჰეროდემ დააპატიმრა იოანე და ციხეში ჩასვა. იოანე მაქეროსის ციხესიმაგრეში იჯდა, რომელიც მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით დაახლოებით 4 მილის დაშორებით მდებარეობდა. ის ზღვის დონიდან 35 ასეული ფუტის სიმაღლეზე მდებარეობდა კლდოვან ქედზე, რომელზეც წვდომა მხოლოდ ერთი მხრიდან იყო შესაძლებელი. ჰეროდეს ცოლი წყენას ინარჩუნებდა იოანეს მიმართ. ამას გადმოგცემს უკვე მარკოზის სახარება მე-6 თავი. მან გავლენა მოახდინა თავის ქმარზე, ჰეროდესზე, მან დაგეგმა, რომ თავის მოზარდ ქალიშვილს ჰეროდეს დაბადების დღის ნადიმზე გარყვნილი ცეკვა შეესრულებინა. ჰეროდიამ იცოდა, რომ მისი ქმარი ქალიშვილის ხილს დაემორჩილებოდა და რაღაც ნაჩქარებ დაპირებას მისცემდა. ჰეროდის ასევე ესმოდა, რომ ჰეროდემ მეგობრებისა და მოხელების წინაშე სახის შენარჩუნებაც სცადა. შეთქმულებამ გაამართლა და იოანე ნათლისმცემელი მოკლული იქნა. შემდეგი არის სინდისის ხმა. როდესაც ჰეროდემ იესოს საოცარი საქმეების შესახებ გაიგო, დარწმუნებული იყო, რომ იოანემ მკვდრეთით აღდგა. მისი სინდისი აწუხებდა და ვერც ცოლი და ვერც მეგობრები ვერ ახერხებდნენ მის ნუგეშს და დამშვიდებას. სინდისის ხმა ძლიერი ხმაა. ის შეიძლება იყოს ღვთის ხმა მათთვის, ვინც მას მოусმენს. სინდისის ხმის გათვალისწინების ნაცვლად ჰეროდემ გადაწყვიტა იესოც მოეკლა. ისევე, როგორც იოანე მოკლა. ზოგიერთმა ფარისეველმა ალბათ შეთქმულებაში მონაწილემ გააფრთხილა იესო, რომ ჰეროდეს მისი მოკლა სურდა. ამას უკვე ლუკას სახარება მე-13 თავი გადმოგცემს. მაგრამ იესო არ შეშფოთებულა ამბით. ლუკას სახარებაში ამ მე-13 თავში გამოყენებული სიტყვა მელა დედრობითი სქესისაა. იესომ თქვა წადით და უთხარით მელას და შესაძლოა იესო ჰეროდეს ცოლს გულისხმობდა ამაში. ტახტის უკან დგომ რეალურ ძალას. შემდეგი არის იესოს ხმა. უკვე ლუკას სახარება 23 ამას გადმოგცემს. როდესაც ის საბოლოოდ შეხვდა იესოს, ჰეროდემ აღმოაჩინა, რომ ღვთის ძე დუმდა მისთვის. ჰეროდემ დაადუმა ღვთის ხმა. დღეს თუ მის ხმას გაიგონებთ, ნუ გაიქვავებთ გულებს. ებრაელთა წერილი 3:7-8. შემდეგი არის ისტორიის ხმა. ჰეროდეს უნდა სწავლობდა, რომ ცოდვისათვის ვერავინ დაუსჯელი ვერ დარჩებოდა. ისტორია წერს, რომ ჰეროდემ დაკარგა პრესტიჟი და ძალაუფლება. მისი ჯარები არაბებმა დაამარცხეს და მისი მეუღლის მიერ წაქეზებული მეფობის თხოვნა იმპერატორმა კალიგულამ სასტიკად უარყო. ჰეროდე გალიაში, ანუ დღევანდელ საფრანგეთში და შემდეგ ესპანეთში გადაასახლეს, სადაც ის გარდაიცვალა. ჰეროდე სუსტ მმართველად ითვლება, რომლის ერთადერთი საზრუნავი საკუთარი სიამოვნება და თანამდებობა იყო. ის არ ემსახურებოდა ხალხს, არამედ ის ემსახურებდა საკუთარ თავს. მას ჰქონდა საეჭვო რეპუტაცია, ის იყო ისეთი ადამიანი, ვინც მოკლა ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი, რომელიც კი ოდესმე ღვთის სიტყვის განსაცხადებლად იყო გამოგზავნილი კაცობრიობისთვის. როგორი იყო ჩვენი უფლის რეაქცია იოანეს მკვლელობის ამბავზე? მან გამოიჩინა სიფრთხილე. ის ჩუმად გავიდა იმ ადგილიდან და წავიდა მარტო ხელა ადგილზე. ის ცხოვრობდა ღვთაებრივი გრაფიკის მიხედვით, ამას გადმოგცემს იოანეს სახარება მეორე, მე-7, მე-8 თავები, მე-12 თავი, მე-13 თავი, მე-17 თავი. ის ყოველთვის იჯდა იმ გეგმაში, რომელიც მამის მიერ იყო შემუშავებული და არ სურდა განზრახ ჰეროდესთან წინასწარ პრობლემების გამოწვევა, რათა დაეჩქარებინა მისი სიკვდილი. რადგან ჰეროდეს აგენტები ყველგან იყვნენ, უფალ სიბრძნე და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. რა თქმა უნდა, იესო ღრმად შეიძრებოდა ამაბის გაგონების შემდეგ, როგორ უმოწყალოდ მოკლეს იოანე. ებრაელმა დაუშვა იოანეს მოკლა, რადგან მათ არაფერი გააკეთეს მის დასახმარებლად და ასევე იგივე ლიდერები იესოსაც მოკლავენ მოგვიანებით და მოითხოვენ მის მოკლას. იესო არასოდეს დაუშვებდა იმას, რომ ებრაელ მმართველებს დავიწყებოდათ იოანეს მოწვევა.
მათეს სახარება 21 თავი ამას გვახსენებს, რადგან მათ უარყვეს იოანეს მოწმობა, უარყვეს საკუთარი მესია და თავიანთი მეფე. შემდეგი არის ბრბო და თანაგრძნობა. იესოს და მისი მოწაფეებს სასოწარკვეთილად ჭირდებოდა დასვენება. ამას გვეუბნება მარკოზის სახარება 6 თავი. მაგრამ ბრბოს საჭიროებები მის გულს ყოველთვის აწუხებდა და გულზე ტყიოდა. სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც თანაგრძნობა, სიტყვაც ნიშნავს შინაგანი არსების, ვისცერას შეძვრას. ის თანაგრძნობაზე ძლიერია. ეს სიტყვა სახარებაში 12-ჯერ გამოიყენება და ამ მითითებებიდან 8-ჯერ იესო ქრისტეს ეხება. იესო შეიბრალა. გაიხსოთ, როდესაც დაინახა გაჭირვებული ხალხი. მათეს სახარებას ჩვენ წავიკითხეთ 9 თავში. ისინი გავდნენ ცხვრებს, რომლებიც სასტიკი ტყავის ცვენისაგან დაჭყრეტილები იყვნენ, დახეული, დაქანცული, მოხეტიალე და 2-ჯერ წერია იქ შეიბრალა. როდესაც დაინახა მშიერი ხალხი საჭმლის გარეშე. მე-14 თავის და ასევე მე-15 თავში ჩვენ წავიკითხავთ ამას. ორმა ბრმამ, გახსოვთ მათეს სახარების მე-20 თავში და კეთროვანა მარკოზის 1 თავში, ასევე აღძრეს მისი თანაგრძნობა, ისევე როგორც ნაინელი ქრივის მწუხარება, რომელსაც ლუკას სახარების მე-7 თავი გადმოგცემს. იესომ ეს სიტყვა 3 გავშიც გამოიყენა. როდესაც მეფემ შეიბრალა თავის გაკოტრებული მსახური და აპატია მას ვალი. ასევე ჩვენც უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. მათეს სახარება 18. სამარიელმა შეიბრალა ებრაელი მსხვერპლი და სიყვარული ზრუნავდა მასზე. ლუკას სახარება მე-10 თავი. მამამ შეიბრალა თავის გზასაცდენილი შვილი, გასვოთ ძეს შეცდომილი და გაიქცა. მიესალმა მას, როდესაც ის სახლში დაბრუნდა. ამას გადმოცემს ლუკას სახარების უკვე მე-15 თავი. თუ ჩვენს ზეციერ მამას ასეთი თანაგრძნობა აქვს ჩვენს მიმართ, განა ჩვენც არ უნდა ვიყოთ თანამგრძნობები სხვების მიმართ. 5000 ადამიანის გამოკვების სასწაული ჩაწერილია 4-ვე სახარებაში. ჩვენ ახლა წავიკითხეთ მე-14 თავში, მარკოზი ამას გადმოცემს მე-6 თავში და ლუკა გადმოგცემს მე-9 თავში, ხოლო იოანე მე-6 თავში გადმოგცემს. იმიტომ რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო. ხოლო ისინი კი ზოგიერთი ბიბლიური კომენტატორი ვინც ასწავლია რომ თითქოს და იესომ ხალხი აიძულა მხოლოდ რომ გამოეტანათ საკუთარი ფარული საკვები, ისინი ძალიან გულუბრყვილოდ უგულოყოფენ ღვთის სიტყვის კაფიო განცხადებებს. იოანეს მე-6 თავში მე-14-ში ამოლონეს ნამდვილ ნიშნად სასწაულს უწოდებს. ნუ თუ ხალხს იესოს მეფედ გამოყვანა მხოლოდ იმიტომ სურდა რომ მან მოატყვა და სადილის გაზიარებას თხოვა, ეს ნაკლებად სავარაუდოა. მოწაფეების უხერხული მდგომარეობის წარმოსადგენად დიდი ფანტაზია არ არის საჭირო. წარმოიდგინეთ, აქ 500-ზე მეტი მშიერი ადამიანი იმყოფებოდა და მარტო კაცებია დასახელებული და ამას დამატებით ქალები და ბავშვები. წარმოიდგინეთ, მათ არაფერი ქონდათ გამოსაკვებად. მოწაფეებმა რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ იესო საკმარისად ძლიერი იყო, რომ საჭიროებები დაეკმაყოფილებინა, მაგრამ დახმარებისთვის მას არ მიმართეს. ამის ნაცვლად მათ საკუთარი საკვების მარაგი, 1 ბიჭს 5 ქერის პური და 2 თევზი ჰქონდა და შეზღუდული ფინანსები დაასახელეს. როდესაც მათ დრო, საღამო ადგილი, უკაცრიელი ადგილი დაფიქრდნენ, მივიდნენ იმ დასკვამდე, რომ პრობლემების გადასაჭრელად არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. მათი რჩევა უფლისათვის იყო მხოლოდ ეს, რომ გაეშვა მას ხალხი. როცა ეუნებიან გაუშვი ისინი. როგორც მაგალითად დღეს ღვთის მრავალი მსახური აკეთებს ამას. რატომღაც ეს არასდროს არ არის შესაფერის დრო ან ადგილი ღვთისათვის, რომ მან იმოქმედოს. იესო უყურებდა თავის იმედგაცრუებულ მოწაფეებს, რომლებიც ცდილობდნენ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ მან თვითონ იცოდა ის თუ რას აპირებდა. ამას გადმოგცემს იოანეს სახარების მე-6 თავი. მას სურდა, რომ მათთვის რწმენისა და მორჩილების გაკვეთილი ესწავლებინა. ყურადღება მიაქცეთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად, როცა ჩვენც დგებით ესეთ გამოუვალ მდგომარეობაში, ანუ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში. ყოველთვის დაიწყეთ იმით, რაც თქვენ ხელთა გაქვთ. ანდრიამ მაგალითად იპოვა ბიჭი, რომელსაც პატარა საგზალი ქონა და იესოსთან მიიყვანა. მზად იყო ეს ბიჭი, რომ მისი საკუთარ საკვებზე უარი ეთქვა. დიახ, მართლაც რომ მზად იყო. ასე რომ ღმერთი იქ იწყებს, სადაც ჩვენ ვართ და იყენებს იმას, რაც ჩვენ აგვაქვს ხელთ. ასე რომ ყოველთვის მიეცით მას ის, რაც გაქვთ. იესომ აიღო ეს უბრალო მწირე საგზალი, აკურთხა და გაუზიარა. გამრავლების სასწაული მის ხელში იყო. ცოტა ყოველთვის ბევრია, თუ ღმერთი მასთან არის და ღმერთი ჩვენთან არის.
იესომ გატეხა პური და ნაჭრევი მოწაფეებს დაურიგა, რომელმაც გამოკვებეს ხალხი, ასევე ყოველთვის უნდა დავემორჩილოთ ჩვენს მის ბრძანებას. მოწაფეებმა ხალხი იესოს ბრძანების შესაბამისად დასხეს, მათ აიღეს გატეხილი ნაჭრები, გაანაწილეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ყველასთვის საკმარისი აღმოჩნდა, ისე რომ ხალხი გაძღა კიდევაც. როგორც კი მისი მსახურები, ჩვენ ასე ვართ მისი ქონების, ჩვენ როგორც მისი მსახურები, ჩვენ ასევე ვართ მხოლოდ მისი ქონების დისტრიბუტორები და არა მწარმოებლები. ღმერთი აწარმოებს, ჩვენ კიდე დისტრიბუციას, ანუ ვანაწილებთ მათ. თუ იმას გავცემთ, რაც არ უნდა გქონდეს მას, ის აუცილებლად აკურთხებს მას და ჩვენც დაგვიბრუნებს, რათა გამოვიყენოთ სხვების გამოსაკვებად. დარჩენილი ყოველთვის უნდა შევინახოთ. 12 კალათა იყო სავსე პურისა და თევზის ნაჭრევით, მას შემდეგ, რაც ხალხმა ყველაფერი შეჭამა, რაც კი მოუნდათ. მაგრამ ეს ნარჩენები გულმოდგინედ შეაგროვეს, რომ არაფერი დაკარგულიყო. ამას გვეუბნება მარკოზის სახარება 6 თავი და იონეს მე-6 თავიც. ასე რომ ჩვენც ყოველთვის დარჩენილი რესურსები ყოველთვის უნდა შევინახოთ და გაუფრთხილდეთ. საინტერესოა, ძალიან რამდენი ნაჭერი წაიღო იმ ბიჭმა, რომელმაც ინიციატივა გამოიჩინა და სახლში მიიტანა. წარმოიდგინეთ ახლა დედის გაოცება, როდესაც ეს ბიჭი სახლში მივიდოდა და თავის დედას ამას უამბობდა. მოციქულმა იოანემ ჩაწერა ქადაგება სიცოცხლის პურის შესახებ, რომელიც იესომ მეორე დღეს წარმოთქვა სინაგოგაში, კაპერნაუმში. ამას უკვე გადმოცემს იოანეს სახარების მე-6 თავის 22 და დანარჩენი მუხლები. ხალხი მზად იყო მიეღო ფიზიკური პური, მაგრამ ის არ იღებდა ცოცხალ პურს, რომელიც იყო ღვთისზე, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა. 5000 ადამიანის გამოკვების სასწაული სინამდვილეში მოქმედებაში მყოფი ქადაგება იყო. იესო არის სიცოცხლის პური და მხოლოდ მას შეუძლია დააკმაყოფილებს სულიერი შიმშილი, რომელიც ადამიანის გულშია. ტრაგედია ისაა, რომ ადამიანები ხარჯავენ დროსა და ფულს, რაც პური არ არის. ამას გვეუბნება ესაიას 55 თავი. დღესაც ადამიანები იმავე შეცდომას უშვებენ. იესოს კვლავაც თანაუგზობს მშიერი ბრბო და კვლავ ეუნება თავის ეკლესიას. მიეცით მათ საჭმელი. რადვილია ჩვენთვის ხალხის გაშვება და საბაბების მოფიქრება, რესურსების ნაკლებობის პრეტენზია. იესო კი გთხოვს, მიცეთ მათ ყველაფერი, რაც გვაქვს და მიცეთ მას საშუალება გამოიყენოს ეს ისე, როგორც მას სურს. მშიერი სამყარო იკვებება ცარიელი ჩამნაცვლებლებით, სუროგარტული საკვებით, ჩვენ კი მათ სიცოცხლის პურს ვართმევთ. როდესაც ქრისტეს ვაძლევთ იმას, რაც გვაქვს, ჩვენ არასოდეს არ დავკარგავთ არაფერს. ჩვენ ყოველთვის უფრო მეტ კურთხევს მივიღებთ უკან, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ ის გავეცით. შემდეგი ქვეთავი არის მოწაფეები, ზრუნვა და დარდი. იოანემ ჩაწერა მიზეზი, თუ რატომ ჩქარობდა იესო ასე ძლიერად ბრბოს გაშვებას და მოწაფეების ნავით უკან გაგზავნას. ბრბოს, იმიტომ რომ ბრბოს სურდა, აქ ჩაწერილი იყო ხომ, ბრბოს სურდა იესოს მეფეთ გამეფება. უფალმა იცოდა, რომ მათი მოტივები არ იყო სულიერი და რომ მათი მიზნები ღვთისნებას სცილდებოდა. მოწაფეები რომ დარჩენილყვნენ, ისინი აუცილებლად ჩაერთობდნენ ხალხის გეგმებში, რადგან ამ დროისათვის მოწაფეებს სრულად არ ესმოდათ ქრისტეს გეგმები. ისინი დამნაშავეები იყვნენ იმაზე კამათში, თუ ვინ იყო ყველაზე დიდი, გახსოვთ ხომ, და სახალხო აჯანყება მათ იდეალურად შეეფერებოდა. მოწაფეების ეს გამოცდილება ქარიშხალში შეიძლება იყოს ჩვენთვის გამხნევებაც, როდესაც ჩვენც ცხოვრებისეულ ქარიშხალებს გავდივართ. როდესაც ქარიშხალში აღმოჩნდებით, ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე გარანტიაზე დაყდრობა. აი ამ ადგილიდან გამომდინარე, რომ მან მოიყვანა აქ ქარიშხალი. გასვოთ ხომ, ქარიშხალი ღმერთმა მოიყვანა, რადგან ისინი ღვთისნებაში იყვნენ. და ისი არა იონას მსგავსად, გახდოთ იონა თევზის მუცელში რო გაურღვივის ღმერთს და ღვთისნების გარეთ რჩება. იცოდა იესო რომ ქარიშხალი მოდიოდა. რა თქმა უნდა, განზრახ მიმართა ამ ქარიშხალს დიახ, ისინი უფრო უსაფრთხოდ იყვნენ ქარიშხალში ღვთისნებით, ვიდრე ხმელეთზე დარჩენილიყვნენ იმ ბრბოსთან ერთად ღვთისნების გარეშე. ასე რომ ჩვენ არასდროს არ უნდა მიმსჯელოთ ჩვენ უსაფრთხოებაზე, მხოლოდ გარემოებების საფუძველზე. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, აღმოაჩენთ, რომ არსებობს ორი ტიპის ქარიშხალი: გამოსწორების ქარიშხალი, როდესაც ღმერთი გვსჯის და სრულყოფილების ქარიშხალი, როდესაც ღმერთი გვეხმარება სულიერ გაზრდაში.
იონა ქარიშხალში იყო, რადგან ის არ დაემორჩილა ღმერთს და მას გამოსწორება სჭირდებოდა. ისჯებოდა ამითი. მოწაფეები კი ამ ქარიშხალში იმიტომ აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი დაემორჩილნენ ქრისტეს და უფრო უნდა გამხდარიყვნენ სრულყოფილი მასში. იესომ ისინი ადრეც გამოსცადა, ჩვენ წავიკითხეთ ეს ქარიშხალში, როდესაც ერთად ნავში იყო მათთან ერთად. გასვოთ ხო, მერვე თავში რო წავიკითხეთ. 23-27 მუხლები. მაგრამ ახლა მან ისინი ნავიდან გადმოსვლით გამოსცადა. იესო არ გაყოლია მათ ნავში, ისინი მარტო წავიდნენ. ბევრ ქრისტიანს ცდარი წარმოდგენა აქვს, რომ ღვთისნებისადმი მორჩილება ეს ნიშნავს თითქოს და ჩვენ შეუფერხებელი ნაოსნობა გვექნება. მაგრამ ეს სიმართლეც არ შეესაბამება ქვეყნიერებაში გასაჭირი გექნებათ. გახსოვთ იესოს დაპირება იოანეს მე-16 თავში, როდესაც ლოცულობს ხომ ის ჩვენთვის. როდესაც ქარიშხალში აღმოჩნდებით, რადგან უფალს დავემორჩილეთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მან მოგვიყვანა აქ და მას ასევე შეუძლია ჩვენზე იზრუნოს. შემდეგი არის ის ჩემთვის ლოცულობს. მთელი ეს სცენა ეკლესიისა და უფლის დრამატული სურათია დღესაც. ღვთის ხალხი ზღვაზეა, ქარიშხლის შუაგულში და მიუხედავად იმისა, იესო ქრისტე ზეცაშია და შუამდგომლობს ის ჩვენთვის. მაინც შუამდგომლობს ის ჩვენთვის. ამას გადმოვცეთ რომაელთა წერილის მერვე თავი. მან დაინახა მოწაფეები და იცოდა მათი გაჭირვება. ამას მარკოზის სახარება გადმოვცეთ მეხუთე თავი და ისევე როგორც ჩვენც ის ხედავს და ყოველთვის გვაკვირდება და იცის მან ჩვენი საჭიროებები. ის გძნობს ჩვენ ტვირთს, იცის რას განვიცდით. ებრაელთა წერილი 4:14-16. იესო ლოცულობდა თავის მოწაფეებისთვის, რათა მათი რწმენა არ დაცემულიყო და გაძლიერებულიყო. თუ იცით, რომ იესო ქრისტე მეზობელ თაღში იქნება ხო და თქვენთი სილოცავს, განა ეს ახალ გამბედაობას არ მოგცემთ, რომ გაუძლოთ იმ ქარიშხლებს და შეასრულოთ მისი ნება. და რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა. მართალია რომ ის მეზობელ თაღში არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ის ზეცაშია და თქვენთვის შუამდგომლობს. ის ხედავს თქვენ საჭიროებებს და იცის თქვენი შიშები და აკონტროლებს ნებისმიერ სიტუაციას. ის ჩემთან მოვა. ეს არის შემდეგი ქვეთავი. ჩვენ ხშირად გძნობთ რომ იესო მიგვატოვა, როდესაც ცხოვრების რთულ პერიოდს გავდივართ. ფსალმუნებში დავითი წუწუნებდა, რომ ღმერთი შორს და უყურადღებოდ ექცეოდა მას. შორს იყო და უყურადღებოდ ექცეოდა მას. მიტოვებული იყო. მიუხედავად ამისა, მან იცოდა რომ საბოლოოდ ღმერთი მას მაინც გადაარჩენდა. თვით დიდი მოციქული პავლეც კი ისეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ თავს ზედმეტად დატვირთულად ჩვენ ძალებზე მეტად ის რომ სიცოცხლის კი გადაგვეწურაო. ამას გადმოგცეს მეორე კორინთელთა წერილში პავლე პირველ თავში, მერვე მუხლში. იესო ყოველთვის მოდის ჩვენთან ცხოვრების ნებისმიერი ქარიშხლის დროს. როცა წყლებს ჩვენ გავდივართ ამ ქარიშხლიან წყლებს, მე თქვენთან მიქნები. ესაია 43:2. შესაძლოა ის არ მოვიდეს იმ დროს, როდესაც ჩვენ გვინდა და ვფიქრობთ, რომ უნდა მოვიდეს, მაგრამ მან უკეთ იცის, თუ როდის გვჭირდება ის ყველაზე მეტად და ის აუცილებლად მაინც მოვა. ის დაელოდა, სანამ გემი, ეს ნავი მათი ხო, ხმელეთიდან არ გაცილდებოდა და შორს იქნებოდა, რათა მათ ადამიანური იმედი აღარ ქონოდა და გამქრალიყო. ის ცდიდა მოწაფეების რწმენას და ცდილობდა ყველა მათი რაღაცა ადამიანური საყრდენი ჩამოეშორებინა. ამიტომ შეიყვანა ისინი უფრო ღრმა წყალში. რატომ მიდიოდა იესო წყალზე? იმიტომ რომ ეჩვენებინა თავის მოწაფეებისთვის, რომ მათ არ შეშინებოდა ზღვის. რომ ეს მხოლოდ კიბე იყო, რომლითაც ის მათთან მივიდოდა. ჩვენც ასევე ხშირად გვეშინია ცხოვრებისეული რთული გამოცდილების, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო ოპერაცია, ან გლოვა, როცა ვიღაცა გარდაგვეცვლება. მხოლოდ იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ, რომ ეს გამოცდილებები იესო ქრისტესთან ჩვენ უფრო დაგვაახლოებს. კითხვა ისმის, რატომ ვერ იცნეს ისინი მათ იესო? იმიტომ რომ ისინი არ ეძებდნენ მას. იმიტომ რომ რწმენით არ ელოდებოდნენ, თორემ ისინი აუცილებლად მაშინვე შეიცნობდნენ, რომ ეს იესო იყო. სამაგიეროდ ისინი ცრუ დასკვნამდე მივიდნენ და თითქოს და მათ დაასკვნეს, რომ ეს მოჩვენება იყო. ეს რომ შიში და რწმენა ერთად ვერ იქნებიან ერთ გულში, რადგან შიში ყოველთვის აბრმავებს თვალებს და უფლის ყოფნას ვეღარ იღებს.
შემდეგი არის ის დამეხმარება მე ზრდაში. ეს იყო ქარიშხლის მთელი მიზანი, რომ ეს გამოცდილება დახმარებოდა მოწაფეებს თავიანთი რწმენის გაზრდაში. და ბოლოს იესო ერთ დღეს აუცილებლად მიატოვებდა მათ და ისინი თავის სახურებაში მრავალ ქარიშხალს ინდივიდუალურად წააწყდებოდნენ, სადაც უკვე სული წმინდა იქნებოდა რწმენით მათი დამხმარე. მათ უნდა ესწავლათ მისადმი ნდობა და მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო მათთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაცნაირად მოჩვენებასავით გამოიყურებოდა. თითქოს და მას არ აინტერესებდა და ისინი მიტოვებლად გრძნობდნენ თავს. შემდეგი ჩვენი ყურადღება უკვე პეტრეზე გადადის, პეტრე მოციქულზე. სანამ პეტრა პატრეს ჩაძირვის გამო წყალში გავაკრიტიკებთ, მოდით პატივი მივაგოთ მის ამ დიდებულ რწმენას და ამ დიდებულ დემონსტრაციას, რომ მან გაბედა, რომ განსხვავებული ყოფილიყო სხვებისაგან. ნებისმიერ შეუძლია ხა ნავში ჩაჯდომა და ყურება, მაგრამ ნავიდან გადასვლა და წყალზე სიარულის თუნდაც სურვილი, ეს ნამდვილად რწმენის მქონე ადამიანის ადამიანს შეუძლია. ამისათვის რწმენის მქონე ადამიანია საჭირო. ეხლა რამ გამოიწვია პეტრეს ჩაძირვა? მისი რწმენა შეირყა, რადგან მან თვალი მოწყვიტა უფალს და დაიწყო მის გარშემო არსებული გარემოებების დაკვირვება. ანუ დაიწყო შენიშნა ქარი ძლიერი იყო, ტალღები მოძრაობდნენ და იესო ეუბნება, რატომ შეგეპარა ეჭვი? ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც ეჭვი, რომელიც ნიშნავს ორ გზაზე გაურკვევლობაში დგომას. პეტრემ დიდი რწმენით დაიწყო, მაგრამ მცირე რწმენით დაასრულა. რადგან ერთის ნაცვლად მან ორი გზა დაინახა. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დავაფასოთ პეტრე, რომ იცოდა, რომ იძირებოდა და დახმარებისთვის ამ დროს უფალს შეძახა. მას შეძახა, როცა ჩაძირვას იწყებდა და არა მაშინ, როცა იხჩობოდა. ესე იგი თავიდანვე იგრძნო თუ არა. შესაძლოა ეს შემთხვევა პეტრეს წლების შემდეგ გაახსენდა, როდესაც თავი პირველ ეპისტოლეში წერს, რადგან უფლის თვალები მართალთა მიმართა მიმართული და მისი ყურები მათი ლოცვისთვისა მიყურადებული. პირველი პეტრეს 3:12. ეს გამოცდილება პეტრესათვის რთული იყო, მაგრამ ეს მას დაეხმარა საკუთარი თავისა და უფლის შეცნობაში. ესე რომ ცხოვრებულის ორი ქარიშხლები ადვილი არ არის, მაგრამ ისინი აუცილებლად გარდაულად ყველას დაგვიდგება. და ისინი გვასწავლიან, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს უნდა მივენდოთ და დაემორჩილოთ მის სიტყვას, რა გარემოებებიც არ უნდა იყოს ჩვენს ირგვლივ. კარგად ითქვა, რწმენა არ არის რწმენა მტკიცებულების მიუხედავად, არამედ მორჩილება შედეგების მიუხედავად. ის დამეხმარება ბოლომდე. თუ იესო იტყვის, მოდი, მაშინ ეს სიტყვა აუცილებლად შეასრულებს თავის მიზანს, რადგან ის არის ჩვენი რწმენის შემქმნელი და დამსრულებელი. ებრაელთა 12:2. და რაც არ უნდა დაიწყოს მან ჩვენში, ხომ, ის აუცილებლად დაასრულებს. შეიძლება ჩვენც დავეცეთ და ჩავიძიროთ მისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ საბოლოოდ ღმერთი აუცილებლად წარმატებას მიაღწევს. იესო და პეტრე ერთად დადიოდნენ წყალზე და ასე ავიდნენ ნავში. პეტრეს გამოცდილება კურთხევა აღმოჩნდა როგორც სხვა მოწაფეებისათვის, ასევე თავად პეტრესათვის. როდესაც მათ დაინახეს იესოს ქრისტეს ძალა, რომელიც ქარიშხალს ამარცხებდა და ამშვიდებდა, მათ მხოლოდ მისი დაცემა და თაყვანისცემა შეძლეს. როდესაც იესომ პირველ ქარიშხალში გასწოთ მერვე თავში მათესახარების, როცა ქარიშხალი დააწყნარა, გასწოთ მოწაფეებმა რა თქვეს, ვინ არის ეს კაცი? მაგრამ ახლა მეორე შემთხვევაში მათ უკვე ნათელი მოწმობა ჰქონდათ, რომ მათ უთხრეს და აღიარეს შენახარ ღვთისძე. მოწაფეებმა 5,000 ადამიანის გამოუკვება შეძლეს. შემდეგ კი ღმერთმა მათ ქარიშხლის გავლა დაუშვა. მოციქულთა საქმეების წიგნში მათ 5,000 ადამიანი მოაქციეს, გასწოთ ხომ მერე პეტრე და შემდეგ მათ დევნის ქარიშხალი წამოეწიათ და ციხეში დააპატიმრებენ. უეჭვალად პეტრეს და მოწაფეებს ახსოვდათ უფალთან ერთად ქარიშხლის გამოცდილება და გამბედაობა მოიკრიბეს. ეს სასწაული იესო ქრისტეს მეფობას განადიდებს
და წარმოაჩენს. სინამდვილეში, როდესაც მათემ პეტრეს თხოვნა დაწერა, მიბრძანა რომ მოვიდე. მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს მეფის ბრძანებას. იმიტომ რომ პეტრემ იცოდა, რომ იესო ქრისტე მეფე იყო და უფლობდა ბუნების ძალებზე, მათ შორის ქარისა და ტალღებზე. იმიტომ რომ მისი სიტყვა კანონია და სტიქიები ემორჩილებიან მას. ეს ნავი გენესარეთში კაპერნაუმთან ბეთსაიდასთან ახლოს ჩავიდა და იქ იესომ მრავალი ადამიანი განკურნა. იცოდნენ თუ არა ამ ადამიანებმა ის ქარიშხალის გავლით, რომ მივიდა მათი საჭიროების დასაკმაყოფილებლად? გვახსოვს თუ არა, რომ მან ჩვენი სულების გადასარჩენად სამჟავროს ქარიშხალი გადაიტანა, ფსალმური 51:7. მან ჩვენთვის გადაიტანა ეს ქარიშხალი, რათა ჩვენ არასდროს წარდგეთ ღვთის სამჟავროს წინაშე. ასე რომ ჩვენც უნდა მივბაძოთ მოწაფეებს და მის ფეხებთან თაყვანი და მუხლები მოვიდრიკოთ და თაყვანიცეთ და ვაღიაროთ, რომ ის არის მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. მადლობა მოსმენისათვის.